მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ვაგრძელებთ თბილისის მერობის კანდიდატების წარმოდგენას. დღეს ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნომერი 5 ნიკა მელია, მისი სლოგანია ავამუშაოთ თბილისი. ერთად ავამუშაოთ თბილისი. ძალიან მოკლედ მისი მოკლე ბიოგრაფია დაამთავრა თბილისის 57 საშუალო სკოლა და შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უშუალობის სამინისტროს აკადემია, სწავლობდა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და მიიღო მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე უკვე 2002 წლიდან და 2010 წლიდან დღემდე არის ძველი თბილისის გამგეობაში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ანუ არა გამგებელი, არამედ მოვალეობის შემსრულებელი. უკვე გამგებელი. დიახ, დღეს უკვე ვიდეო საუბრობთ აღარა ვარ, შეგულებაში ვარ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მონაწილეობ არჩევნებში. გასაგებია რომ ძველი თბილისის პრობლემები კარგად გეცოდინებათ, ამაში ეჭვს არ მეპარება, იმიტომ რომ 2010 წლიდან იქ მუშაობთ. ეხლა როცა წინა საარჩევნო კამპანია 2010 წლიდან 2012-დან კარგი. ხო, ეთყობა რაღაც შეცდომებია. ეხლა როცა მთელი ქალაქის მასშტაბით გიხდებათ შეხვედრების მოწყობა, როდესაც უკვე თბილისის მერობის კანდიდატი ხართ, რამდენად შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი თბილისის პრობლემები იცით, იმიტომ რომ მერმა უნდა იცოდეს, შეიძლება ყველა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლოს ერთ ბაშად, მაგრამ პრობლემების შესახებ მაინც უნდა იყოს საქმის კურსი. რა ახალი პრობლემები აღმოაჩინეთ თბილისში? იცით, ეხლა გეთანხმებით მალუა პერიოდში მოწვევისათვის, თაწმენის რაიონი არის ერთ-ერთი რაიონი, 10 რაიონია თბილისში მოგეხსენებათ. თუმცა სამწუხარო ის არის, რომ პრობლემები მეტნაკლებად არის ესეთი უნივერსალური, ანუ თაწმენის რაიონის პრობლემები ვრცელდება ასევე თემკას დასახლებაში და მათ შორის მუხიანში და სხვადასხვა უბნებში. თუმცა რა თქმა უნდა სხვადასხვა სპეციფიკური პრობლემებიც არის სხვადასხვა რაიონში. ნუ ძირითადად ეს არის პრობლემები, ხა რასაც მე ვაწყდები და ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მაღალი ტარიფები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჩემთვის პირდაპირ გეტყვით, ვფიქრობდი, რომ უფრო უმუშევრობა, რა თქმა უნდა, ეს ცნობილი პრობლემა, მაგრამ ძალიან ბევრი ასახელებს, რომ მაღალი გადასახადი ტარიფი საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღალი კომუნალური გადასახადები. ვინაიდან უმუშევრობამ სამწუხაროდ კიდევ უფრო მიმატა, თუ კი ვყავდა ჩვენ პირობითად ვამბობთ 10 უმუშევარი, დღეს ვყავთ 13, თუ ვყავდა თაწმენის რაიონში მაგალითად 900 სოციალდაუცველი ყავს, ეხლა 1600 სოციალდაუცველი და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ეს პრობლემები უფრო გარღმავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი რიგი, ასე ვთქვათ, კორექტირება შევიტანეთ პროგრამაში, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებდა და ერთ-ერთი ღერძი და ქვაკუთხედი ჩემი პროგრამის არის IAP მგზავრობის პროგრამის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თქვენ იცით, რომ დღეს მოქმედებს მთელი რიგი შეღავათები 12 საზოგადოებრივ ჯგუფზე, მაგალითად პენსიონერები, სტუდენტები, მოსწავლეები აბსოლუტურად უფასო მგზავრობენ, 160,000-მდე მოსწავლე, თუმცა სტუდენტები, პენსიონერები, სოციალდაუცველები, პედაგოგები, ეს ჯგუფები სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით 20 თეთრს იხდიან, სოციალდაუცველები 10 თეთრს, თუმცა მიუხედავად ამ შეღავათებისა, მაინც ძალიან უჭირთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ამ საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის იქნება უფასო მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობა და ყველა სხვა დანარჩენი თბილისელისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ანუ ავტობუსსა და მეტროში, ნაცვლად 50 თეთრიანი ტარიფისა ისინი გადაიხდიან 20 თეთრს, რაც მნიშვნელოვანი არის ამ მძიმე სოციალურ, ასე ვთქვათ, ფონის გათვალისწინებით ეს შეღავათი, რომელიც კიდევ უფრო ფართოვდება, ხას უსვამთ, ჩვენ არ ნერგავთ, ეხლა დანერგილი არის, უბრალოდ ვაფართოვებთ და უფრო მეტ შეღავას ვაძლევთ, იმიტომ რომ ელემენტარულად A პუნქტიდან B პუნქტამდე ვეღარ გადაადგილდება. აი სტატისტიკურად გეტყვით, ეხლა ძალიან ნიშანდობლივია კონტროლიორები, იცით თქვენ ეხლა ავტობუსებში, რომელიც საშუალოდ 300-მდე ადამიანს აჯარიმებდნენ დღის განმავლობაში, ეს ნორმალური არ არსებობს სახელმწიფო არსებობს ქალაქი, სადაც ავტობუსში არ არის კონტროლიორი, ხო? დღეს ამ რიცხვმა იმატა 450-მდე საშუალოდ. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ვის გაიზარდა, ეხლა ვერ დამაჯერებს, რომ სიამოვნებს რომელიმე თბილისელს მუნიციპალურ ტრანსპორტში თანხის გადახდის გარეშე მგზავრობა და ეს უხერხემლო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი კონტროლერის წინაშე, ხო? უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. აი ეს
ბებია დაუშვათ პენსიონერი, რომელსაც აქვს პერსონიფიცირებული ბარათი, ხშირად აძლევს შვილიშვილს, ან შვილიშვილი აძლევს პირიქით მშობელს და ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ და უკაცრავად ეს განსხვავება იქნება ბიუჯეტიდან, ანუ 35 მილიონი ლარით წელიწადში არის საკმარისი. 35 მილიონი ლარი. ხო, სხვა ჯგუფებზე ხო არ იქნება, ასე ვთქვათ, იქაც იკლებს 20 წლიანი იქნება სხვა ჯგუფი. აბსოლუტურად, ყველა სხვა დანარჩენი თბილისელისთვის იქნება 20 თეთრი, ხოლო აი ამ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ანუ პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალურ დაუცველებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება აბსოლუტურად უკაცრავად. მე მოვისმინე თქვენი რამდენიმე სულ ტრიალებს წინასაარჩევნო ბუნებრივია თქვენი კლიპები. საუბარია იმაზე, რომ თქვენი მერადარჩევის შემთხვევაში სრულად განახლდება ავტობუსების პარკი და უფრო კომფორტული იქნება. ხო, მე თავის დროზე მახსოვს, როდესაც თქვა და ამ ყვითელ მარშრუტკებზე იყო საუბარი, ფასის გაზრდა იყო ახსნილი იმით, რომ ნუ იქნება ფეხზე არავინ არ იდგება, კომფორტულად იმგზავრებს, აფხულში იქნება ჩართული კონდიციონერი, ზამთარში გათბობა, ანუ ამით ახსნეს, რომ აი ამიტომ ძვირდებოდა თქვა სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება. თუმცა რეალურად ისევ დგანან ფეხზე, ძალიან უნდა იჩხუბო, რომ ჩაგირთონ, ასე თქვა, კონდიციონერი და წარმოუდგენელი. არა მარტო სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებშიც სამწუხაროდ. ავტობუსები, რომელიც რაც შემოიყვანეს ბოლოს აი ამ ყვითლებზე ვსაუბრობ, არა სამარშრუტოზე, არამედ დიდ ავტობუსებზე, რომელშიც არც კონდიციონერი არ მუშაობს და არის საკმაოდ მოძველებული და ზაფხულში გადაადგილება დაახლოებით არის, რომ არის შპროტი როგორც გრძნობს ალბათ კონსერვში თავს დაახლოებით. ამის გამოცვლა რა დაუჯდება? ანუ ძალიან დიდ თანხებთან არ არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. გეთანხმებით, თუმცა განახლება საჭიროებს. ჩვენი მიზანი არის დღეს 75% თბილისელების გადაადგილდება ფეხით და ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეს სამწუხაროა, რომ თბილისში თუ კი ვინმე კომფორტს გრძნობს, ეს არის ადამიანი, რომელიც მანქანით გადაადგილდება, მაგრამ ნაკლები სამწუხაროდ დამეთანხმებით, ნაკლები კომფორტი იგრძნობა, როდესაც ფეხით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. თუმცა ჩვენი ამოცანა არის და იცით, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურული ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია ფეხით მოსიარულე ადამიანზე ორიენტირებული ნებისმიერ თანამედროვე ევროპულ ქალაქში. ამიტომ უნდა გქონდეს ბევრად უფრო კომფორტული ტრანსპორტი, ბევრად უფრო ფუნქციონირებადი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაждდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მე გეთანხმები თქვენ თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, ადამიანს ცნობა მაინც ექნება, რომ გადაადგილდეს ასე ვთქვათ მანქანით. ნორმალურ ქვეყნებში, ან განვითარებულ ქვეყნებში რა ხდება, ხო ამ თვალსაზრისით? ხდება ის, რომ მანქანა ყავთ ოჯახში, თუმცა შაბათ-კვირას იყენებენ და კვირის დღეებში, სამუშაო დღეებში ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილდებიან, იმიტომ რომ ის უფრო სწრაფია, იმიტომ რომ უფრო ხელმისაწვდომია და ბევრი ასე ვთქვათ სარგებლის მომტანი, ვიდრე მანქანით გადაადგილება. ამიტომ ეს 100 ავტობუსი არის ერთ-ერთი კომპონენტი, რამაც უნდა ჩვენ მეტი კომფორტი მოგცეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობისას. ანუ კი არ უნდა ჩავანაცვლოთ ამ ეტაპზე, უნდა დაემატოს, ვინაიდან ობიექტური პრობლემები არსებობს, არსებულ ხაზზე დასამატებელია, იმიტომ რომ ავტობუსებშიც არის ძალიან ასე ვთქვათ გადატვირთული, ნაკადი დიდია, დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ 300,000 თბილისელი გადაადგილდება ავტობუსით. და რიგ ასე ვთქვათ უბნებში ახალი ხაზებია დასამატებელი. მაგალითად, ეხლა დიდუბიდან საბურთალოზე და პირიქით, მხოლოდ ერთი ხაზი მუშაობს, რაც ძალიან ცოტაა და არ არის საკმარისი. ამისათვის საჭირო რომ დაემატოს. რა თქმა უნდა, კონდიცირება ის პრობლემაა, რომელიც ასევე ემსახურება მეტი კომფორტის შექმნას. ავტობუსის მძღოლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხა რაც არ უნდა კარგი ავტობუსი შემოიყვანოს, შენ თუ ხა ავტობუსის მძღოლი თუ არის ასე თქვათ დაღლილი, შეწუხებული სიცხით, ეს რეალური პრობლემა არის. ანუ მძღოლი ავტობუსის უნდა იყოს კომფორტის ქვეშ მოქცეული. მათი წუხილის თავარი ეს არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბანალურია, ხშირად ვამბობ, ადრე თქვი, მაგრამ იგივე ავტობუსის მძღოლებთან საუბრისას მქონდა ამაზე, ასე ვთქვათ, ამ თემაზე საუბარი, ამის ირგვლივ საზოგადოებრივი სველი წერტილები. საზოგადოებრივი სველი წერტილები ქალაქში. მე 2-ია თბილისში, 3 არის, 4-ია, ნამდვილად არ არის საკმარისი და ყველაზე მთავარი რაც არის, აუცილებელია რომ დღეს ქალაქში ექსპერტებთან ერთად ჩვენ დავამუშავეთ, ქალაქს როგორც არასოდეს უკვე ჭირდება და წელს რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა 70,000 თანამედროვე ავტოსადგომი, როგორც მიწისქვეშა რამდენიმე მაღალსართულიანი ავტოსადგომი, ასევე მიწისქვეშა. და რატო? იმიტომ რომ სანამ ჩვენ გვეცოდინება, რომ დაუშვათ
აი A პუნქტი და მაგალითად B პუნქტში სადღაც არ ვიცი ბარნოვის 27 ნომერთან წავალთ მანქანი და ბარნოვის 27 ნომერთან მანქანას გავაჩერებთ ჩვენ წავალთ აუცილებლად მანქანით მაგრამ თუ კი გვეცოდინება რომ ბარნოვის 27 ნომერთან მიდის არაჩვეულებრივად საქალაქო ტრანსპორტი და მანქანით აჩერებს 27 ნომერთან მაგრამ თუ კი წავალთ მანქანით ბარნოვის 27 ნომერთან გავაჩერებთ და მოგვიწევს 3-4 კილომეტრის მოშორებით გაჩერება თანამედროვე ავტოსადგომში და იქნებ ფეხით გამოვალ მერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში თქვენ დამეთანხმებით 100 არის ევროპულ ქალაქებში ყველგან ვერ მიდიან მანქანით ამიტომ ძლავრი ავტომობილიზაციის პროცესი ქალაქში რამდენად უნდა შევაჩეროთ აი ეს მაინტერესებს რახან ავტოსადგომებზეა საუბარი სხვა შორის ისევ თქვენს წინასაარჩევნო კლიპს გავიხსენებ სადაც ამბობთ რომ ტროტუარები უნდა დაუბრუნდეთ ფეხით მოსიარულეებს და გავიხსენებ რომ пешеходов надо любить они составляют лучшую часть человечества როგორც ილფი და პეტროვი წერდნენ City Park-ი რომელიც შემოსვლისას მის ერთ-ერთი ამოცანა იყო ზუსტად ეს რომ არა მხოლოდ უნდა დაეხაზა და თქვა ავტოსადგომებისთვის ტროტუარებზე მისი დახაზულია არამედ უნდა შეექმნა ზუსტად ის ავტოსადგომები რაზეც თქვენ რამდენად შეასრულეთ თქვენი მერობის შემთხვევაში გაგრძელდება City Park-თან ურთიერთობა თუ მოთხოვთ რომ მათ შეასრულონ ის აუცილებელი პირობა რაც ედოთ ხო კონტრაქტში რომ იცით მე დავინტერესდი მე ვინაიდან წელიწადი ნახევარია მხოლოდ დედაქალაქის მერიაში მუშაობ და დავინტერესდი ამ საკითხს რომ ვიკითხე რეალურად ეს ვალდებულება მოქმედი ხელშეკრულებით ნამდვილად არა აქვთ თუმცა რომ აი ეს თანამედროვე ავტოსადგომი მიწისზედა და მიწისქვეშა ააშენო იმიტომ რომ აი ეს ავტოსადგომები შექმნეს მაგრამ ეს არის გზის სავალ ნაწილზე შემოხაზული ავტოსადგომები 33000 რაც ნამდვილად სხვა ტიპის ავტოსადგომებია რაც არ ჭირდება ეხლა დედაქალაქში მაშინ უბრალოდ გასაოცარია რომ მოიხდიან 50 ლარიანს ავტომფლობელები რომ ან გააჩერებ ან არა და მე კიდე წაიყვან ეს არის სხვა გზის სავალ ნაწილზე შემოხაზული 33000 ავტოსადგომი არის მაგრამ ამა რა მოგცა ეხლა მოგცა ის შედეგი რომ რეალურად მანქანები არა მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ტროტუარზე სერიოზული პრობლემა ჩვენ გაგვიჯერდა თვალ ჩვენ შევეჩვიეთ იმას რომ ტროტუარზე ხედავთ მანქანას და დამერწმუნეთ რომ როდესაც ადამიანი საზოგადოებიდან ჩამოდის პირველად აი ამ მოცემულობას რომ ხედავს დარწმუნებული იყავით რომ ძალიან უკვირს რაც ობიექტურია იმიტომ რომ ტროტუარი იმისთვის არის რომ რეალურად იგიაროს ადამიანმა და სკოლის მოწაფემ და ბავშვმა და ფეხით ასე ვთქვათ ვისეინოთ მაგრამ ხედავთ მანქანას ეს პრობლემა ვერ გადაწყდება თუ არ აშენდა აი ეს დღეს 70000 თანამედროვე ავტოსადგომი რა თქმა უნდა City Park-თან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი პრეტენზიები ნამდვილად ვაპირებ გადახედოს და კერძოდ რაც ყველაზე უფრო მეტად ხდება ეხლა თვალში და ვფიქრობ რომ არასწორია თქვენ იცით რომ თუ კი ისინი აჯარიმებენ ასე ვთქვათ სატრანსპორტო საშუალებას რომელიც დგას არასწორ ადგილას დაჯარიმებით ასე და არ ყაბულდებიან და მიყავთ ავტოსადგომზე რაც ჩემის აზრით არის ძალიან არასწორი იმიტომ რომ ორმაგი ასე ვთქვათ ჯარიმის გადახდა უწევს მოქალაქეს ეს აუცილებლად გადასახედი იქნება და ამას ვპირდებით ჩემს თანაქალაქელებს რომ აუცილებლად გადავხედოთ იმიტომ რომ ეს არ არის ის როგორც უნდა ოპერირებდეს მსგავსი კომპანია თუმცა რაც შეეხება ზოგადად City Park-ის მსგავს კომპანიებს არ არსებობს ქალაქი არა უნდა იყოს მსგავსი სადაც არ არის მსგავსი კომპანია მოქმედებაში ყველგან ნებისმიერი ქალაქი დამისახელეთ იქ ნახავთ თქვენ City Park-ის მსგავს კომპანიას თუმცა მაგალითად ეხა ინგლისში ხო ლონდონში ნებისმიერ ასე ვთქვათ ინგლისის ქალაქში აჯარიმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას თუმცა არ მიყავთ ის საჯარიმო საზღვრებზე იმიტომ რომ ორმაგი ხარჯია ნამდვილად ამ თვალსაზრისით ნამდვილად გადასახადი იქნება ნიკა თბილისში რომ ტრანსპორტით გადაადგილებაც არის ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ ჯერ ერთ ჩვენს მძღოლებს მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ უყვართ წესრიგის დაცვა გარდა ამისა ძალიან ბევრი მანქანაა ანუ გასაგებია რომ ბევრი ახალი რაღაც ტრასა გაკეთდა ახალი გზები მაგრამ არ არის ეს საკმარისი თბილისისთვის როგორც ჩანს იმიტომ რომ დილიდან გვიან საღამომდე არის განუწყვეტლივ პრობკები რუსულ სიტყვას გამოვიყენებ როგორც წარმოგიდგენთ ანუ არის კარგად დაცული გამტარიანობა რასად რამდენი მანქანა დადის ხოლმე რომ აი ამ თვალსაზრისითაც იყოს ზუსტად ამაზე ვსაუბრობ აი მართლა მძლავრია რა ავტომობილიზაციის პროცესი აი ხა თქვენ არაფერს არაორდინალურს არ ვიტყვი თუ ვიტყვი რომ როგორც კი საშუალება ადამიანს თბილისში გამოიჩნდება ოდნავ მაინც მანქანის ასე ვთქვათ ყიდვის დიდი ცვლილება აქვს ხო თუმცა თუნდაც ძვირი უჯდებოდეს იმის შენახვა და არ იყოს შესაბამისი ასე ვთქვათ შემოსავალი იმ ოჯახში მაინც ყიდულობს რა თქმა უნდა ის ყველაფერი რაც გაკეთა დღემდე ქალაქში
ამ თვალსაზრისით რომ განმუხტულიყო ეს საცობლებისგან ქალაქი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ დღესვე თუ აი 5 წლის ხო ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო ამ თვალსაზრისით, ხო? დღეს დამძიმდა. თუ დღესვე არ წელსვე არ დავიწყეთ ჩვენ ქვედით ნაბიჯების გადადგმა და ამეწმუნეთ 5 წელიწადში პრაქტიკულად გაუვალი იქნება ჩვენ დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილით რეალურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება. ამისათვის მიმდინარე პროექტები იყო და გულახდილად წყდება გული და ნიშის მოგების გარეშე ვამბობ, აი რატო შეჩერდა მაგალითად ის პროექტი, რომელიც ვებხიდან მოყვიძებთან უნდა განხორციელებული იყო, დიდუბე დიღმის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი უნდა აგებული ყველაფერი მზად იყო და უბრალოდ ცენტრალურ ხელისუფლებამ სამწუხაროდ შეაჩერა ეს პროექტი და ეს ნამდვილად განმუხტავდა ამ ნაწილს, ასე ვთქვათ, ქალაქისა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გეგმა მაგალითად თამარაშვილის ქუჩაზე დელისის მეტროს გამოცდებით, იქ უნდა გაკეთდეს ორდონიანი ესტაკადა, იგივე დაახლოებით როგორც გაკეთდა ლაგუნა ვერესთან, ანუ შუქნიშის გარეშე უწყვეტ რეჟიმში რო იმოძრავოს სატრანსპორტო საშუალებებმა და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაშიჟბინა, როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ და მოძრაობთ ასე ვთქვათ დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ, იქ უნდა გაკეთდეს მსგავსი ესტაკადა, როგორც გაკეთდა ლაგუნა ვერესთან, რომ უწყვეტ რეჟიმში შუქნიშის გარეშე მოძრაობდეს ავტომობილები. ეს ის პროექტები, რომელიც დაგეგმილი და დამუშავებულია დევს უკვე თაროზე, ამას უბრალოდ შეიძლება ნება. და რომ აი ეს ნება აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ეს სამი პროექტი, რომელიც მე ჩამოთვალე, აუცილებლად განხორციელდება და წელს უნდა დავიწყოთ ამის განხორციელება. ტენდერი გამოცხადდება და შეუდგებით საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად გაუვალი იქნება. ეხლა ხშირად თქვენ ხედავთ, რომ თავისუფლების მოვიდნიდან შეიძლება ვაკის პარკამდე პიკის საათში მოგვიწიოს ასე ვთქვათ საცობში საათი და 10 წუთი, რაც დრო გადის უფრო იზრდება და იზრდება ეს დრო. თუმცა მეორე მხრივ თქვათ იგივე მძღოლებისგანაც და არა მხოლოდ მძღოლებისგანაც, არამედ ურბანისტებისგანაც მომისმენი ასეთი თქვათ შენიშვნა, რომ ის ესტაკადა, რომელიც გააკეთდა ასე ვთქვათ გმირთა მოედანზე, უფრო განიერი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად რიგი რომ იმ ესტაკადაზე ახვიდა იწყება გამისა მიდან რა ქვია მარჯანიშვილის ქუჩიდან, იმიტომ რომ ძალიან პლეხანოვიდან ასე ვთქვათ ძალიან ვიწრო, ანუ ერთ მანქანაზე მეც. ამიტომ ამბობ რომ როდესაც რაღაცა ახალი პროექტის კეთების იდეა ჩნდება, რამდენად ითვლება ხოლმე რომ რამდენმა მანქანამ უნდა გაიაროს. იქნებ უფრო განიერია გასაკეთებელი, იქნებ უფრო ვიწროა გასაკეთებელი. სატრანსპორტო სამსახური, ტრანსპორტის სამსახური, საქალაქო სამსახური ამას რეალურად ამუშავებდა. მე ვიცი ეს და დღემდე თუ რამეს აკეთებენ ესენი ამ თვალსაზრისით რეალურად, ანუ ემპირიულად აკეთებენ და ცდაზე, ანუ ისე უბრალოდ რომ მოუნდეთ და მათ გააკეთონ, ესე არ არის. თუმცა აი ეს ერთი პროექტი, რომელიც ჩემო კონკურენტმა დათო ნარმანიამ განაცხადა, რომ კავსაძეს ქუჩასთან ვაკეში შუქნიშანს გავაკეთებო, იცით, ეს იყო ის პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დამუშავდა მერიაში და სწორედ აი ამ გათვლებით, რომ არ იმუშავებდა ეს პროექტი რეალურად შემოვიდა თაროზე. და იმ პროექტის ავტორმა, ვინც ეთყობა დათო ნარმანიას მიუტანა ეს პროექტი, რაღაცნაირად დააჯერა, რომ ეს არის წარმატებული პროექტი, რომელიც განხორციელების შემთხვევაში განიმუხტება. არადა ყველა პარამეტრით, ასე ვთქვათ, გათვლილია, რომ ის მხოლოდ გააუარესებს იქაურ მდგომარეობას. ამიტომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად მუშაობს. თუმცა მე გეთანხმებით, არა მხოლოდ ტრანსპორტის კუთხით, ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კი განხორციელდება თბილისში, ამიერიდან, ხო, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სპეციალურ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან იყო შეთანხმება და მათი აქტიური ჩართულობით მოხდეს ეს. ურბანისტები იქნებიან, კი ბატონო არქიტექტორები, კი ბატონო არქიტექტორები. ეს იყო პრობლემა წინა წლებში. არ შემიძლია ახლა თქვა, რომ ყველაფერი მომწონდა წინა წლებში. იყო. იცით რატო? იმიტომ რომ თქვენ როდესაც ხართ სპეციალისტი ამ დარგში, თან ძლიერი და პირთა ჯგუფი არის სპეციალისტების ძლიერი და თქვენ ამ საქმეში არ გახედებენ და ესეთ რაღაცას აკეთებ ქალაქში, იცით, სულ არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდეს, ხო? მე მგონია, როგორც მინიმუმ, ყოველთვის დავიდავანებოთ, უნდა ვცეთ პატევი ამ საზოგადოებას და მოვიწვიოთ. ეს იყო პრობლემა. მის კომუნიკაცია იყო რიგ საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ამან სამწუხაროდ თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო. ამიტომ პირველ რიგში მე რასაც ვაპირებ იმას, რომ რეალურად არც ერთი პროექტი არ განხორციელდება თბილისში, სადაც
ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას მივიღებ მე, ან თუნდაც 2-3 ადამიანი მერიაში. არავითარ შემთხვევაში პირიქით ყველა ასე თქვა სპეციალურ ჯგუფებთან იქნება გავლილი და მათი აქტიური ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც არის დაგროვებული საზოგადოებაში, აუცილებლად უნდა ისინი გრძნობდნენ, რომ ისინი ქალაქის განვითარების პროცესში მონაწილეები არიან და თბილისის მერი, როდესაც ირჩევა, მას არ უნდა ქონდეს განცდა და მე აპრიორი ვაგათ ვისნობიერებული ეს, რომ მე არ უნდა ქონდეს განცდა, რომ მე ვეპატრონები თბილისს. უბრალოდ მე დგები თბილისელების სამსახურში, თბილისის სამსახურში, სადაც სხვადასხვა ბევრი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი ცხოვრობს და ძალიან ნორმალურია და ღმერთო დაგვიფორს, რომ ყველანი ერთ ჭკუაზე ვიყოთ. ამიტომ ყველასათვის თბილისის მერი უნდა იყოს, ასე თქვა, ერთი და პირიქით და არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იყოს პრეფერენცია. ვიღაცას, ასე თქვა, რთავდნენ ამ პროცესში, ვიღაცას არ რთავდნენ და რთავდნენ, იმიტომ რომ შეიძლება ის ყოფილიყო, ასე თქვა, მათი პოლიტიკური შეხედულების გამზიარებელი, ეს ყველაფერი არ მომწონდა. აზია საუბარი გულახდილად გეუბნებით. თუმცა ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვასწორო, სხვაგვარად უბრალოდ არ შემიძლია. მეც გარშემო ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი ხო, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი იყოს გარშემო. რაც ნორმალურია, ხო? მაგრამ როდესაც თბილისს და თბილისის განვითარებას ეხება და დედაქალაქის მერიას ეხება საქმე, ჩემთვის აზრით რბილად უხერხული არის, როდესაც რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფი თulis რომ ხოლოდ შენ ხარ ჩემი მერი და მეორე საზოგადოებრივი ჯგუფი ესაც დიდი პრობლემა. გასაგებია ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და სხვა შორის მე მახსენდება ახალი დაწყებული ეს ჟურნალისტიკაში ახალი მოსული ვიყავი თუ 97 წელი იყო თუ არ ვშტები 3 დღიანი მრგვალი მაგიდა იყო მცირე არქიტექტურულ ფორმებთან დაკავშირებით ანუ თბილისში როგორი ავტობუსის გასაჩერებელია ეს რაღაცა ეს უნდა მდგარიყო როგორი გაზეთების გასაყიდი ჯიხურები ანუ ეს ის თემებია რაც თითქოს ერთის მხრივ მარტივი გადასაწყვეტია, მაგრამ ირკვევა რომ ძალიან ბევრი ნიუანსია ხოლმე. აი ესეთი მრგვალი მაგიდები, თქვა, არქიტექტორების, ურბანისტების მონაწილეობით იქნებოდა ძალიან კარგი ნიკა რეკრიზონა. მე თამარ ჩიქოვანი ვარ, თქვენ უკვე იცით იმ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა თბილისში, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილზე მოხდა თავდასხმა, იგი თავის არეში არის რამდენიმე ჭრილობა აქვს თავზე. როგორც თავადის ჟურნალისტებს უყვება იყო კაფეში თავად და ნუდარ ლადარია, იქ იყო მათი მეგობარი თორნიკე შარაშენიძეც. რამდენიმე წუთში კი ორი ადამიანი რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე შევიდნენ კაფეში და ასე ვთქვათ ჯერ მდუღარე ჩაიში ასხეს ნუდარ სახეში და შემდეგ ისჭიქა თავში ორჯერ ჩაარტყა როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს რეზო თაბუკაშვილმა რომ წამოვდეკი უკვე თავსა და საფეთქოს შორის ჩამარტყა. მისივე თქმით, თავდასხმელებმა ერთადერთი რაც თქვეს იყო ის თუ როგორ ბედავდნენ ისინი ქუჩაში სიარულს. ესეთი უსიამოვნო ძალიან სამწუხაროა. აი ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ძალიან საგანგაშო ზღვაზე ვართ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მე ხა გავიგე თქვენთან სტუდიაში ამ ამბავზე. აი მახსოვს მე ვიყავი ბავშვი 90-იან წლებში, როგორ გაიკიდა 50% ჩვენი მოსახლეობის, მეორე 50%-ს ავტომატით ხელში. და 50% ეგონა, რომ 50% მართლა მოსაკლავი იყო და მიზერდნენ და ნუ ზიეს და ძალიან ბევრი მოკლეს კიდევაც. ხო? აი თუმცა დრონ ხო აჩვენა ეს უდიდესი შეცდომა და ტრაგედია, ხო? პატარა ერი ვართ და ეს შუღლი ბოღმა და ეს ბალღამი როდემდე უნდა გაგრძელდეს რა თუ მორევაზეა მაშინ საუბარი და საქმე მორევაზე მიდგა თქვენ იცით რომ ეხლა შეიძლება 3 ადამიანმა მეტაფორულად რო თქვა შეიძლება 10 ადამიანს ფიზიკურად გაუსწრდეს მაგრამ ჩვენ თუ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ძალიან რთულია ჩემის აზრით ამ ყველაფრის ატანა აი ხა მე გისმენთ რომ კითხულობდით როგორ გადაადგებიან ქუჩაში, ხო? აი ამ ადამიანს ვინც ეს თქვა, მე მაინტერესებს უბრალოდ. იგივე კითხვა უჩნდება თენგიზ კიტოვანის მიმართ. აი ძალიან მაინტერესებს რა. ადამიანი რომელიც ამას წერს, აი იგივე კითხვით მიუმართავს, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ. უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალადობა შობს ძალადობას. და დრო არის, ყველანი გამოფხიზდეთ და ვიფიქროთ ხვალიდელ უკეთელს დღეზე. და არა დაუშვათ ერთ ურთიერთ დაპირისპირებაზე და ანგარიშწორებაზე. ეს ყარს ვერაფერს ჩვენ ვერ მოგვიტანს და ჩავტოვებს იმ მორევში, სადაც ვიყავით 10 წლების განმავლობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ და ასე თქვა ხელმძღვანელობამ, ვინც არის დღეს არჩეული
მართვის ადავებებთან ქვეყნის რეალური კვედით ნაბიჯები უნდა გადადგას, იმიტომ რომ ამას თუ წახალისება მიეცა დამიჯერით, შეიძლება იყოს უმცირესობაში, მაგრამ ამ ხერხით უმრავლესობას გაუსწორდება და ეს მოიტანს დიდ სისხლის ზღვრას სამწუხაროდ და ამას არ უნდა ხელი შეწყობა, ამას უნდა აღკვეთა და კვედით ნაბიჯების გადადგმა და ყოვლად დაუშვებელია და აი რეალურად მართლა ძალიან შევწუხდი, იმიტომ რომ დღისით, ბზისით, ეხლა რაც არ უნდა ნაწყენი იყო ადამიანის მიმართ, ხო? ეს ყოველთვის წყენა იქნება, არ იქნება წყენა 50 წელიწადში რომ გავიდეს რაღაცა ჯგუფებს შორის, გამორიცხულია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად გაუსწორდეს. ხო, ნიკა, რახანა ესეთ ინტერესებზე და თქვა კონფლიქტებს ჩამოვარდა საუბარი. დაუშვათ აგირჩიეს თქვენ თბილისის მერად. ნუ არავინ არ იცის საკრებულო როგორ იქნება დაკომპლექტებული. მე მეეჭვება რომ თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობით მოვიდეს, როგორც თქვა წინა ემაში იყო, თუმცა წინა ჯერზეც უმრავლესობით ყოფნამ რა შედეგიც გამოიღო ნახეთ, როდესაც დროება შეიცვალა თქვენი წევრები სხვა იმაში აღმოჩნდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად შეძლებს ერთი პარტიის წარმომადგენელი მერი ისე ურთიერთობას საკრებულოში, სადაც მას უმრავლესობა არ აყოლება იმ პროექტების განხორციელებას, იმიტომ რომ ჩვენ მაინც გონია რომ შეიძლება პრობლემური იყოს და პლუს სახელმწიფო, სადაც ასევე უმრავლესობაში არ არის პარლამენტის შესაძლებელი იქნება? არათუ შესაძლებელი იქნება, არამედ აბსოლუტურად ჩვეულებრივად წარმომიდგენია, მეტიც ეს ისაა, რაც ჭირდება დღეს ჩვენს სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე. სახელმწიფო რგოლებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული. აი ნაციონალური მოძრაობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ცუდი რაც იყო და ამან ძალიან დათური სამსახური შეასრულა მათთვის იყო ის რომ ყველა არჩევითი თანამდებობა იქნება თუ დანიშნული იყო ნაციონალური მოძრაობის დახშული წრეშე იქა და ბალანსი არ იყო, კონკურენცია არ იყო. არავინ არ უწევდა კონკურენციას. მნიშვნელოვანი არის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სახელმწიფოში ეს ბალანსი იქნეს დაცული. მე ვფიქრობ რომ არანაირი პრობლემა არ მექნება, პირიქით ვფიქრობ რომ საკრებულოში ამარჩევნებზე მივიღებთ შედეგს, როდესაც მრავალპარტიული საკრებულო გვექნება და მე მზად ვარ ყველასა სათანადოდ, ნამდვილად ყველასა სათანადოდ, კონსტრუქციულად ამისი უნარი ნამდვილად მაქვს, ეხლა ქეკება არ მინდა საკუთარი თავის და დღესაც ვიდრე აი ჩვენ საუბრობთ რთული არის ხო საკრებულოსა და მერიას შორის ურთიერთობა, თუმცა ვახერხებდი თაწმინდის რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? მე ვფიქრობ და მინდა გითხრათ გულახდილად არაფერი ისე არ მინდა. აი ეს პროექტები რას ახორცს, რას გააკეთეთ, რომ ეკითხებიან, აი რა გეგმები გაქვთ, რა არის თქვენი პროგრამა. კი ბატონო, საუბრობ ამ ყველაფრის ირგვლივ, მაგრამ არაფერი არ მინდა ისე, როგორც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში გაჩნდეს ერთიანობის შეგრძნება. განცდა, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრში შესაძლოა არის და სურვილიც არის, მაგრამ ერთმანეთთან მისასვლელი გზა არ აქვს. მე მინდა რომ ეს ერთიანობის შეგრძნება თბილისში განსაკუთრებით გაჩნდეს, განცდა რომელიც არის უბრალოდ მინავლებული არის და ამას უნდა გაღვივება და თბილისის მერს ეს ფუნქცია რეალურად აქვს. თბილისის მერი არ არის მხოლოდ ადამიანთა თანამდებობის პირი, რომელსაც კონკრეტულად რაიმე ინფრასტრუქტურული ან სოციალური პროექტების განხორციელება ავალია. ჩემის აზრით ეს თბილისის მერის თანამდებობა არის თანამდებობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, მით უმეტეს ამ ფონზე. აი როგორ შეძლებს, იმიტომ რომ აი კიდე თუნდაც დღევანდელი ფაქტი. მანამდე იყო რამდენიმე ფაქტი, თბილისის მერი არ უნდა ასოცირდებოდეს. პირდაპირ გეტყვით, ჩემი კვეთი ჩამოყალიბებული პოზიცია არ უნდა ასოცირდებოდეს კვეთრად მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან. გამორიცხულია თბილისის მერი უნდა იყოს ყველასი მერი. აბსოლუტურად. მე თბილისის მთავრობაში ვაპირებ და დღეს მექნება ნაწილის ასე ვთქვათ წარდგენა, მხოლოდ რამდენიმე მთავრობის წევრის, იქნება იქ მთავრობის წევრები, რომლებიც იცით შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებლებიც იყვნენ. აუცილებლად. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. იმიტომ რომ ისინი დათანხმდნენ რომ თქვენი გამარჯვებაში მთავრობაში. არა, აბსოლუტურად ესა ჩვეულებრივი, იმიტომ ამ ქალაქში სხვადასხვა პოლიტიკური საქართველოში არა ჩვეულებრივი, იმიტომ ეს ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი და უნდა მივახციოთ, იქამდე უნდა მივიდეთ. ნამდვილად აი არ მინდა იყო და ძალიან გული მწყდებოდა რომ მავანისთვის თბილისის დედაქალაქის მერი ასოცირდებოდა ნაციონალურ მოძრაობას, ეს არასწორია. დედაქალაქის მერი არის ყველას მერი. ეხლა თქვენ რა გონიათ, ეხლა თაწმინდის რაიონის გამგეობაში თანამშრომლები, სადაც 70 თანამშრომელი ყავდა, ყველა ნაციონალურ მოძრაობის ხარდა
გადაჭერი იყო, რა თქმა უნდა არა, რაც ნორმალურია და ესე იქნება ყოველთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროფესიონალი, ყველა ასე ვთქვათ კვალიფიციური ადამიანისათვის ღია იყოს კარი ჩვენ გუნდში, მთავრობაში, განსაკუთრებით მერიაში და ეს ყველაფერი ამ ურთიერთობებს დაალაგებს. ეხლა აი ეს ძალიან ნეგატიური პროცესები, ეს საშემოდგომო თათარსავი ბუხბუყებს გამიგეთ და როდის გადმოვა, როდის ესე ვულკანებით ამოფეთქა, ძალიან რთულია ამის პროგნოზირება. ეს მზარდი ტენდენცია თუ გაგრძელდა, აბსოლუტურად ძალიან ცუდ შედეგს მივიღეთ. ანუ მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერიაში იყოს ის ხალხი, ვისაც ექნება უნარი და სურვილი ითანამშრომლოს არა მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულების, ასე ვთქვათ, გამზიარებელ ხალხთან, ანუ ერთი გემოვნების ხალხთან, არამედ სხვადასხვა ეს თბილისის ეს სოციუმი გვაქვს, ხო, მეზობლებში, ეხლა რომ გავდივარ, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გვაქვს, ხო, ახლა ყველა ადამიანები, ნათესავები, მეგობრები, თუმცა ეს ხო არ გვიშეს ურთიერთობაში ხელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემის აზრით, რაც დედაქალაქის მერმა უნდა განახორციელოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ეს დატვირთვა ამ თანამდებობას ექნება. ამიტომ გონია, რომ როგორც არასოდეს და გიგიმ თვითონაც აღნიშნა და მე შორს ვარ იმაზისგან, რომ გიგი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი იყო როგორც მერი. სამწუხაროდ ეს არის თანამდებობ პერიოდი, როდესაც ნამდვილად აბსოლუტურად ვიქნები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და პარტიას არ შეუთანხმებთ რაღაც. არა, რა თქმა უნდა, ხა დედაქალაქ ამის ახსნას ვცდილობ ხა რომ რეალურად დედაქალაქის მერია უნდა იყოს აბსოლუტურად დისტანცირებული ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებისაგან. ეს დაუშვებელია. მე ვფიქრობ, რომ გიგის ერთ-ერთი ასე ვთქვათ შეცდომა და ნაკლი იყო ის, რომ იგი ამავე დროს იყო თბილისის პოლიტიკური გაერთიანების ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იყო ანუ დედაქალაქის მერი და იყო თბილისის ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუმცა ნიკა ფაქტია რომ გინდა და არ გინდათ მერობა, განსაკუთრებით დედაქალაქის მერობა, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. არის. მეტიც სააკაშვილი გახდა თქვა საკრებულოს და არა მე, მაშინაც კი ეს ტრამპლინად იყო გამოყენებული, მან კარგად გამოიყენა ეს ყველაფერი. არაერთი შემთხვევაა, როდესაც ან პარიზის მერი, შემდეგ პრეზიდენტი გამხდა, ანუ მაინც ეს ტრამპლინია. თქვენთვის ეს არ იქნება ტრამპლინი. არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამდებობა არის დედაქალაქის მერის თანამდებობა, ვინაიდან ის არის არჩევითი, ამაზე შეიძლება, თუმცა გააჩნია ვინ როგორ უყურებს პოლიტიკას. პოლიტიკა ჩემთვის ამ ეტაპზე, ამაზე სასიამოვნო პოლიტიკა, რითიც მე დაკავებული ვიყავ წელიწადნახევრის განმავლობაში დახაწვის რაიონში, ნამდვილად არ არის. ჩემთვის პოლიტიკა არის აი იმ პროექტების განხორციელება, რომელიც მე უნდა განახორციელო, ის ურთიერთობების ასე თქვათ ნორმალიზება, რომელიც პრობლემა არის დღეს, ეს არის ის პოლიტიკა და არა პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ემსახურება რომელიმე საკერებული ერთი პოლიტიკური გაერთიანების რაღაცა განვითარებას რა. ეს მიუღებელია ამ თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე არის მიუღებელი, ეს არის შეურაცხყოფა ჩემის აზრით თბილისელებისა, სადაც ცხოვრობს თბილისში სხვადასხვა კიდევ ერთხელ ვინმე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებზე მე თვითონ ყავს სამეგობროში ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების და შეხედულებების ადამიანები. ეხლა როგორ შეიძლება ეხლა დედაქალაქის მერი პოლიტიკაზე არ საუბრობთ მანთან თუ საუბრობთ? არა, საუბრობთ, თუმცა იცით რა არის? მე შეგნებულად ვცდილობ, რომ ვიყო დისტანცირებული პოლიტიკური, ასე თქვა და კლასიკური გაგებით პოლიტიკისაგან. ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენი პრობლემაა თბილისში, ამის დრო დედაქალაქის მერს არ უნდა შეგვიძლია. ნიკა, დაახლოებით 1 წუთი გრჩება. იქნება მეორე ტური, როგორია თქვენი წინასწარი? იცით, მე დარწმუნებული ვარ და არ მინდა დავამსგავსო ხა რიგ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, ნარგანიას გარდა ყველა ამბობს, რომ მეორე ტური იქნება. რომ პირველ ტურში მე ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება. მე არანაირი იმედი მაქვს და წმენა მაქვს გამარჯვების, მაგრამ ეს გამარჯვება გადის მეორე ტურზე. იქნება აუცილებლად მეორე ტური, ანუ არჩევნები გაგვიგრძელდება ივნისის ბოლომდე, თქვენ იცით 2 კვირის თავზე ტარდება მეორე ტური და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ აი თბილისელებისათვის ახსნას იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და მეორე ტურში ამის ახსნა კიდევ უფრო მარტივი იქნება, მე დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ საინტერესო ძიმე და ცხელი ზაფხული გველის წინ 100%-ით ეს იქნება მეორე ტური. მე ვხარი კიდევაც ბატონ დავით ნარმანიას შევხვდით ჩვენ სასტუმრო რედისონში ერთ-ერთ ორგანიზებაზე, ვუსურვებ მას მე წარმატება და ასევე დავპირდი, რომ მეორე ტურში შევხვდებით. რაზეც მამიპასუხა, რომ შანსი არ არის და ნახოთ. აუცილებლად
მინდა ეს ფრაზა მას შევახსენო და პროცესს მეორე ტური იქნება. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ამელია, ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნომერი 5. სლოგანი ერთად ავამუშაოთ თბილისი იყო დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ წინა საარჩევნო ასე ვთქვათ ახსნა განმარტებას და გაცნობას კანდიდატების. ხვალ გვეყოლება ერთ-ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი. შემდეგ კი იმედი გვაქვს რომ მერობის სხვა კანდიდატებს გვესტუმრებიან. ნიკა წარმატებებით. ურმესი მადლობა თქვენიცაც, მადლობა.